ჩვენ ვხედავთ, რომ უპირობო ლოიალობა და თანამშრომლობას აქვს ადგილი საქართველოსა და ალიევის, ქართულ ოცნებასა და ალიევის რეჟიმს შორის. გუშინ ავგან სადიკოვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაემთხვა ბაქოში ყაველაშვილის ვიზიტს. ამიტომ დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და გენერალური მოწოდება ქართული ოცნების მიმართ, რომ ავგან სადიკოვის უსაფრთხოება არის სრულად ქართული ოცნების პასუხისმგებლობის საკითხი და თუ ავგანი დადგება რაიმე რისკის წინაშე, ეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეჟიმის დანაშაული და პასუხისმგებლობა იქნება. სასამართლოს მიუთითებდით, რომ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის მიმართ თუნდაც ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ გაიზიარა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ შემდგომ ინსტანციაში დღეს. აქვე აღსანიშნავია ეს ფაქტობრივი გარემოება, რაზეც თამთამ ისაუბრა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 თებერვალს მიიღო საბოლოოდ გადაწყვეტილება და ხანგრძლივად შეაჩერა ავგან სადიკოვის ექსტრადირება საქართველოდან აზერბაიჯანში და მიუთითა, რომ სანამ გადაწყვეტილება საბოლოოდ ამ საქმეზე არ მიიღებს, იგი საქართველოდან ექსტრადირებული არ უნდა იქნას. საქართველოში დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და ირაკლი კობახიძემ ეს შეკვეთა შეასრულა. ასეთი ქმედებების სანაცვლოდ კი ილჰამ ალიევი ვალებს გაუუქმებს საქართველოს. მოგეხსენებათ, თურქეთში მოკლეს ბაირამ მამედოვის შეკვეთით, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება ბევრი ავგან სადიკოვი დაიჯირონ და მოკლან, მაგრამ მათ მაგივრად აუცილებლად გამოჩნდებიან სხვები, რომლებიც დიქტატურას შეებრძოლებიან.